სამწუხაროდ წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ინტენსიური ნალექის დროს შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი ქვეყანა ჩვენზე უფრო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებიც, ევროპული ქვეყნებიც. თუ ვერ იძიებთ ამას, მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოგიყვანოთ და გაჩვენოთ კონკრეტული ვიდეოები რა ხდება ქალაქებში, დედაქალაქებში, როდესაც ამ მასშტაბის უხვინალეთი მოდის ხოლმე. ახლა კალაძემ შესაძლოა მართლაც მოიყვანოს მაგალითი რომელიმე ევროპული ქვეყნის, როცა მართლაც უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თუმცა არ ამგონია მოიყვანოს მაგალითი რომელიმე ევროპული დედაქალაქის, სადაც ყოველი წვიმის დროს თითქმის მთელი ქალაქი იტბორება, ავტობუსები წყლით ივსება და ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი ხდება. კალაძე ასევე ვერ მოიყვანს მაგალითს, როცა ერთსა და იმავე ქალაქში რამდენიმე თვიანი შუალედით ახალ რეაბილიტირებულ ფანტანში ბავშვ დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. თხრილში მოზარდი ჩავარდა და გარდაიცვალა. რეაბილიტაციის პროცესში სკვერში ბავშვ დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. კორპუსის ფასადი ჩამოინგრა და 2 ადამიანი იმსხვერპლა. ახალ რეაბილიტირებულ სკვერში ბავშვს რკინის კონსტრუქცია დაეცა. კალაძე ვერ მოიყვანს ვერც ერთი ქალაქის მაგალითს, სადაც ერთდროულად ამდენი უბედურება ხდება და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არის. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები და ჩვენ ზუსტად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოთ ღირსეულად. და მინდა მოქალაქეებს მოუწოდო, რომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ, არ დაუჯეროთ იმ კონკრეტულ ტელევიზიებს, რომლებიც მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს. ხიფათითა და საფრთხით სავსე თბილისის მერის ძლიერი მხარე თითის სხვისკენ გაშვერა. ხან კომპანია დამნაშავე, ხან ხალხი, ხან მედია. ყველაფერზეა პასუხისმგებელი მის გარდა. არასოდეს თბილისში მომხდარ არც ერთ უბედურებაზე თუ უპასუხისმგებლობის სხვა შედეგებზე თბილისის მერს პასუხისმგებლობა არ აუღია, თუნდაც სიტყვიერად. ჩემო მშობელო, გამზარდე როგორც შვილი, შევიყვარე ყველა გაგვიძება დილის აქ, შევიყვარდა ყველა ქუჩა შენი ხედები მე, სადაც დავიხეტები და გავიხედები მე, ურთიერთობები რომელმაც მე გამზარდა მე, და ვარ ისეთი როგორიც მან გამხადა მე. თბილისური გაგება მაქვს ესეთი, მე მაქვს ჩემი კულტურა, ტრადიცია, წესები, უძველესი ფესვები, მომავლის კიდევ იმედი და ვიქნები ისეთი როგორც მეტყვის მენტალიტეტი. შეგო დაჭირდი და შეგეძლო ყველას გვერდში ედექი, თბილის წელი კაცი მუდამ იყო ეგეთი. ამ მხრივ თბილისი ერთადერთი გამონაკლისი არ არის. არავინაა პასუხისმგებელი ბათუმში ოცნების ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობისას თხრილში ჩავარდნილ და გარდაცვლილ ბავშვებზე. არავინ არის პასუხისმგებელი კორუფციის გამო ჩანგრეულ ხიდებსა და გზებზე. მანამდე, სანამ ამ ადამიანების გაშავება და დაჭერა თავად რეჟიმს არ დასჭირდება თავის გადასარჩენად. მშენებარე ხიდის მერვე ბურჯი დაზიანდა, რომელმაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაკნობილი 2 მალის ნაშენიც ჩაწოლა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, რაც ყველაზე მთავარია, დაწყებულია უკვე შესწავლა. არავინ რომ არ დაშავებულა, ეს უბრალოდ შემთხვევითობა და გამართლება. გაუმართლა სატვირთოს მძღოლს და გაუმართლა ყველას, ვინც ჩანგრევის მომენტში ხიდზე არ იმყოფებოდა. ხიდის დანგრევიდან 3 წლის თავზე გაირკვა, რომ თურმე მშენებლობაზე კონკრეტულ თანამდებობის პირებს დიდი ოდენობით თანხა მოუპარავთ და 5 ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გზების მშენებლობაზე კორუფციული სქემების შესახებ ჟურნალისტები წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ მაშინაც როგორც ახლა კალაძე ხუილში გვადანაშაულებდნენ. გაგვიმართლა, რომ შეცდომით აშენებული ბურჯის გადახრის შესახებ დროულად გახდა ცნობილი. მილიონები კი დაჯდა მისი ორჯერ აშენება და დანგრევა, მაგრამ უბედურების დატრიალებას ისევ ბიუჯეტის მილიონების ხარჯვა სჯობს. კიდევ სადრა შეცდომაა დაშვებული არაკომპეტენტურობის გამო და სადრა კვლევა არის გამოტოვებული კორუფციის გამო, ეს დროდადრო რო გაირკვევა. მანამდე კი ყოველი დღე, როცა თავში არაფერი გვეცემა და ფეხქვეშ გზა არ გვეცლება, უბრალოდ გამართლება. ამ კვირაში თუ ვინმეს არ გაუმართლა, მიხეილ ყაველაშვილია. ჩემი აზრით, თავადაც ძალიან უხერხულად იყო, როცა ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა. თუ ხელოვნური ინტელექტი მათზე კონტროლს დაგვაყვარგინებს, საფრთხეს ქვეშ დადგება თავად ადამიანის რაობა და კაცობრიობის მომავალი. ძალაუფლების ეს უპრეცედენტო კონცენტრაცია არ უნდა იქცეს ტოტალიტარული კონტროლისა და ახალი ციფრული ტირანიის იარაღად. გვარიანად შეფიქრიანებულია, როგორც ჩანს ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებით, თუმცა ამაზე ფიქრი ქოცმა პროპაგანდისტებმა დაასწრეს და მშვენიერი იდეა მოუფიქრეს. იმართოს ჩვენს მთავრობას სერიოზულად
უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ საქართველოს გაჩნდეს თავისი პლატფორმა, ვინაიდან ყველა ის პლატფორმა, რომელსაც მე ვიყენებ და ვიყენებ ყველას, გროქს აქვს თავისი უპირატესობები, Gemini-ის თავისი, Cloud-ს თავისი და ასე შემდეგ, DeepSeek-ს თავისი, მაგრამ ყველა პლატფორმას ახასიათებს საკუთარი ინტერპრეტაცია მოვლენების. მათ შორის ისტორიასაც ყველა განსხვავებულად ხედავს, ნიუანსებს ხედავს განსხვავებულად. და ეს მხოლოდ გარბავდება, თორე ჭირდება თავისი სუვერენული დამოუკიდებელი ხელოვნური თუ როგორსაც დავარქვევთ ინტელექტი. ამ პლატფორმას უნდა ძალისხმევა, ამას უნდა ყველა არსებული მონაცემების, დიდი მონაცემების კონსოლიდაცია, მათ შორის სხვადასხვა სამინისტროებში და დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, ბაზები და ასე შემდეგ. ეს ისევ განვათავსო www-ზე არსად არ უნდა განათავსო. ჯერ უნდა დაიწყო ამის აწყობა. ნამდვილად სამუშაოა ამ იდეაზე, თორე შესაძლოა ამ ChatGPT-საც Deep State-ი მართავდეს, როგორც მთელ სამყაროს და მასაც ომი უნდოდეს. ხოცის ანალიზით მთელი სამყარო ჩვენს ომში ჩათრევას ცდილობს და ChatGPT რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? ან იმანავე ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით დგება საკითხები, დაუშვათ ასევე ეთიკური საკითხები, როდესაც მაგალითად შენ შეეკითხები ამ ხელოვნურ ინტელექტს, დავიწყოთ თუ არა ომი. და ის გეტყვის, რომ კი აი ახლა ძალიან კარგი დროა და არცი შეგვიძლია გაანადგუროს მთელი ისტაბლიშმენტი. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სწორედაც დაიწყო ირანის ომი. ყაველაშვილი ნებისმიერი სახის ინტელექტის ფორუმზე თავისთავად ოქსიმორონია, თუმცა ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ინტელექტზე საუბრისას არ უნდა გამოგრჩეს განათლების მინისტრი, რომელიც აპირებს, რომ იდენტობა წიგნის ყდებით შეინარჩუნოს, თუმცა ქვეყნის მთავარი წიგნის სათაური არ იცის. ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებები წარმოჩენილი. ქიმიის სახელმძღვანელოზე ყდაზე იქნება ქართული ღვინის წურვა წარმოდგენილი ტრადიციული, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. მაგალითად, ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება ჩვენ ელგუჯა მეძმარიაშვილის ის უდიდესი გამოგონება, რომელმაც კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრი წარმოაჩინა და ესაც ჩვენი ერის მონაპოვარი არის. ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე ქართული მარცვლეულის 5 თავთავი, რომ ქართულ ენა ლიტერატურაზე მაქსიმალურად ეს არის იოანე ზოსიმეს წიგნი წარმოდგენილი, ისევე როგორც წარმოდგენილი არის ვეფხვისტყაოსანი და ასე შემდეგ. ანუ ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს. ეს კაცი განათლების მინისტრია, რეფორმას ატარებს. ჩვენი შვილების განათლება მის ხელშია, თავად გივი კი ამ კაცის ხელშია. ესეთი რამ სხვა ბატონო ილიამ, დიდმა ილიამ. საკმაო არ არის რომ კაცი მეცნიერი იყოს. ამასთანავე იგი დიდი კაციც, ამასთანავე იგი დიდი კაციც უნდა იყოს. პატრი არა, სწორი კაციც უნდა იყოს, სწორი კაციც უნდა იყოს. თვითონ მეფინიც უძლებელია რომ ერთ უმაღლეს არც ვინ ღარის დაწინაში არც ვინ აღუდგეს. აი ამაზე მინდა მითქვათ რაც ყველაზე კარგად ვიცი ზურგი მჭადის სახელი და გავიწყება. თვითონ მეფინიც უმაღლესი ანცინასტია. შფოთვენ და თვიან დაიწყენ აი ეს მინდა და მომეტანა. შფოთვენ და თვიან დაიწყენ როდის იქნება რომ ეს მიწასაც ჩვენი იყოს და აღიზვიან მამიტისის ასწავლოს თვითგარი. შფოთვენ და თვიან. დიდი ილიას სიტყვები ლექსად სიმღერით წარმოთქვა ჩვენმა გოსანმა, ჩვენმა აკაკიმ. ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო. სატირალი რომ არ იყოს, ხომრობა შეიძლებოდა. ვერც თქვენ მოახერხეთ გულიანად გაღიმება. უნდა ითქვას, რომ ინტელექტი და იუმორი ქოცის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა, არც ახლა არის. აი მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის იუმორი, როცა მას პარლამენტში მოწყობილი თავპირის მტრევის ინციდენტზე გამოძიების შესახებ ეკითხებიან. არ ვიცი ბატონმა ფარულავამ წარმოადგინოს ცნობა ორსულობის შესახებ და მე თვითონ ვიქნები პირობას ვაძლევ, მე თვითონ ვიშვალდრობლებ პროკურატურასთან, რომ ჩვენს წინააღმდეგ აღიზრას და ამ თემასთან დაკავშირებით აღიზრას რაიმე საქმე. თუ ის წარმოადგენს ორსულობის
ორსულობის დობას ბატონი ფარულავა. სულ რომ არაფერი ინგრეოდეს ამ ქვეყანაში არც წვიმის დროს და არც ისე. სულ რომ ყველა პროექტი უნაკლოდ სრულდებოდეს, შეუძლებელია ამ ხალხის ხელში უსაფრთხოდ იქრძნოთ თავი. შეუძლებელია უსაფრთხოდ იქრძნოთ თავი, როცა გენერალური პროკურორი თავისი პირით გიყვება თუ რა დღეშია ქვეყანა. ხაზგასასმელია, რომ 82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურებში. მათ შორის 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი. კერძოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სასჯელახსოვრების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, საბავშვო გაგაბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი. 2025 წელს მჟავდებულ პირთაგან კი 6 იყო მაღალი თანამდებობის პირი, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამმართველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. თავარ პროკურორს ჩამოთვლისას პრეზიდენტი და პრემიერი აერია, მაგრამ იმდენია ეს კი არა საფრთხელავით აგერება კაც. ალბათ ვიღაც გამორჩა კიდეც. წლების განმავლობაში ქოცი რომ ყველაფრიდან ფულს იპარავდა, ახლა ამას თავად ყვებიან. მანამდე კრიტიკული მედია ყვებოდა წლების განმავლობაში და ამის გამო უსამშობლოებს და ზომდერებს გვეძახდნენ. მაშინ სქროლვას ქრინვის სააგენტო არ არსებობდა, თორემ მედიის წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის ყველა ქოცი დასაჯარიმებელი იქნებოდა. მაგრამ ახლა სხვა დროა. კორუფცია წარსულს ჩაბარდაო. წინამორბედები იყვნენ ცუდებიო. ასე იყო კვირიკაშვილზე, ასე იყო გახარიაზე, ასე არის ღარიბაშვილზე და აუცილებლად ასე იქნება კობახიძეზეც, როცა ამის დრო მოვა. მისი შემდგომი დადგება და მოყვება, თურაც ცუდად იყო ყველაფერი ქვეყანაში მის მოსვლამდე. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში, რაც მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებ. მთლიანობაში ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენს მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოჩნდა. ეს ხო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული 1 წლის განმავლობაში და შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ 1 წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივახცევთ. და ასე ვართ ზაზუნის დღეში, მუდმივად ერთ წრეზე და მუდმივად ერთი და იგივე. ის კაცი სულ მართალია. ამ წრეზე დრიალში კი ქვეყანა ყოველდღიურად უკან იხევს. შორდებით დასავლეთს ვღარიბდებით, ჩერდება ყველანაირი პარტნიორობა დასავლურ ქვეყნებთან, შეწყდა ყველანაირი დასავლური ინვესტიცია ჩინელებისა და არაბების იმედად. ოღონდ ეს უკანასკნელიც არსად ჩანს. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლის ღრმაწლოვანი ნავსადგური ააშენოს სოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ეგრეთ წოდებული ლენდლორდის მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ლენდლორდის მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო, თქვა ბევრი წლის წინ ივანიშვილმა და მერე ამის საკომპენსაციოდ ჩინური კომპანია შემოგთავაზა. თუმცა როგორც ჩანს, ჩინელებმა გადაგვაგდეს და ახლა შავ ზღვაში არც ამერიკელები არიან და არც აზიელები. ისევე როგორც არ ჩანს ვაზიანის ახალი აეროპორტის ასაშენებელი ინვესტიცია და ისევე როგორც ბლეფი აღმოჩნდა ვითომ უმსხვილესი არაბული ინვესტიცია. თუმცა პროპაგანდა ყველაფერს მოგხიდით, მას მოусმენთ და დაუჯერებთ. სიმართლე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში წარმატებულად მხოლოდ ივანიშვილის პულის და ძალაუფლების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს და ამ ოპერაციის ყოველი შემდეგი დღე უფრო და უფრო დამოუკველია ამ ქვეყნისთვის. აკირალი რომ არ იყოს ხომრობა შეიძლებოდა ვერც თქვენ მოახერხეთ გულიანად გაღიმება.